იქ რომ ყოფილიყავით ჯვრის წინ ალბათ გული აგერეოდათ ან კივილს დაიწყებდით ან თმას დაიგლეჯდით ან და ძირს დაეცემოდით სიმწრისგან მიწას შეჭამდით და ძალის გამოცლამდე იქვითინებდით მსხვილი ლურსმნების ჩარჭობა ადამიანის ხელებსა და ფეხებში და მისი დაკიდება ჯვარზე, როცა სხეულის სიმძიმეს ვეღარ უძლებს ხელფეხი, როცა ფეხებს უმტვრევენ ჯვარცმულს, ან და მახვილს აწგერებენ ფერდში. სანახავადაც კი აუტანელია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორია ამ ყოველივეს პირადად გადატანა. იესომ საკუთარი ნებით გადადგა ეს ნაბიჯი. მან აირჩია ეს. არავის გაუხდია იგი იძულებული. იესო თავად ამბობს, მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი. ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად. რას ფიქრობთ? არ შემიძლია მამას მოვუხმო, რომელსაც ძალუძს მაშინვე გამომიგზავნოს 12,000 ანგელოზი, რათა მიხსნას ნებისმიერ წუთს. არავის გაუხდია ის იძულებული. მან თავად აირჩია ეს. მე არ ვარ მახეში გაბმული. თქვენი აზრით, ჰეროდე და პილატე, ხალხის ბრბო და ჯარისკაცები განაგებენ აქ სიტუაციას? არა, ისინი ამ დრამის მხოლოდ მონაწილენი არიან. მამა ჩემმა განიზრახა ეს ყველაფერი და ჩვენ შევთანხმდით. ეს ჩემი საქმეა. ჩემი როლია. მე ჯვარზე უნდა გამაკრან. ამას უსასყიდლოდ ვაკეთებ. მე განვაგებ სიტუაციას და არა პილატე და ამას თავისი სახელი აქვს. ამას სიყვარული ჰქვია. აი როგორ წერს ამის შესახებ პავლე რომაელთა მეხუთე თავის მერვე მუხლში, მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენ და მიამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. მიჩნდება კითხვა. ეს იყო უდიდესი ტანჯვა უდიდესი სიყვარულისთვის, რომელიც მათდა მიიღო მიმართული, ვინც ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებდნენ. როგორ გადადგიეს ნაბიჯი უფალო? ეს კითხვა მაქვს. პასუხი კი ებრაელთა მიმართ წერილის მე-12 თავის მეორე მუხლშია. იესომ იმ სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, დაითმინა ჯვარი. მან დაითმინა დამცირება, გაშიშვლებისა და დაცინვის დამცირება. აიტანა მათრახისაგან დაფლეთილი ხორცის ტკივილი. ხელებსა და ფეხებში ჩარჭობილი ლურსმნები, მახვილი ფერდში. არადა ნებისმიერ წუთს შეეძლო მამისთვის მოეხმო თავის გადასარჩენად და მაინც ყოველ წუთს ამაზე უარს ამბობდა და იტანდა აუტანელ ტკივილს. მას შეეძლო მამისთვის მოეხმო, მაგრამ ნაცვლად ამისა ტკივილი აირჩია იმ სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა. რა იყო ეს? რა იყო ის სიხარული, რომელიც მოელოდა ჯვარცმის საშინელებათა მიღმა და რომელიც მას ჯვარზე დარჩენის ძალას აძლევდა? რა იყო ის სიხარული, სიყვარულის ამ უდიდესი გამოხატულების მიღმა, რომელიც აძლევდა ამ სიყვარულის ძალას? აი იესოს პასუხი. მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი. ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად. დაანგრიეთ ეს ტაძარი და 3 დღეში აღვადგენ მას. კაცის ძეს მართებს მრავალი ტანჯვა აიტანოს, მოიკლას და მესამე დღეს აღდგეს. აღარასოდეს მოვკვდები. მარადიული მღვდელმთავარი ვიქნები. შეუმუსვრელი სიცოცხლის ძალით. მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე. მე ვიქნები უფალთა უფალი და მეფეთა მეფე. ცოცხალი ვიქნები უკუნითი უკუნისამდე და ხელთ მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი. დავჯდები ჩემს მამასთან მის ტახტზე.
გარშემორტყმული ვიქნები ანგელოზებითა და წმინდებით, რომლებიც ხმამაღლა შესძახებენ, ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა. და ჩემს ტახტზე მჯდომი დავაფუძნებ ჩემს ეკლესიას დედამიწაზე და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დასწლებენ მას. როცა მოვა დრო, კვლავ მოვალ დიადი ძალითა და დიდებით და შევკრებ ჩემს რჩეულთ ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე და ავავსებ ჩემი დიდებით ახალ ცასა და ახალ ქვეყნიერებას და ვეტყვი ჩემს სარძლოს, შედი შენი ბატონის სიხარულში. ეს სიხარული მოელოდა იესოს და ძალას აძლევდა მას, რომ აეტანა უდიდესი ტანჯვა, უდიდესი სიყვარულისთვის, რომელიც მათდამი იყო მიმართული, ვინც ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებდნენ და ღმერთი განიზრახავს, რომ ეს სიხარული თქვენი სიხარულიც იყოს. ქრისტიანად ყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ სრულად მივიღოთ ქრისტე, ტანჯული ქრისტე, აღმდგარი ქრისტე, მეფედმჯდარი ქრისტე, მეორედ მომავალი ქრისტე, რომელიც ამბობს, მე მოვედი, რათა ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს.